მოგესალმებით, ჩემო კარგებო, დღეს არის მეორე დღე შიმშილობის, თავს გრძნობ ძალიან მშვენივრად, მეორე დღეა და უკვე 3 კილო მაქვს მოკლებული, თავს გრძნობ ძალიან მშვენივრად, ძალიან კარგად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. დღეს რაც დავამატი არის სპორტული აქტივობები, ბატუტი, აზიდვები და ასევე ჩემი ბოლოს დამკვიდრებული ტრადიცია ბილიქზე სიარული რამოდენიმე კილომეტრი, 5-6 კილომეტრი. ესე ძალიან ეხმარება, თავს გრძნობ ძალიან კარგად, ძალიან იდეალურად, მაგრამ ყველაფერი იწყება მესამე დღის შემდეგ. მესამე დღეს იწყებს ჩვენი ორგანიზმის სერიოზულ წმენდას, ტოქსინების გამოყოფას და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, ცოტა რთულდება სიტუაცია. მაგრამ მე მაქვს მაგის ძალიან კარგი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება მაგ ტოქსინებიდან დავახციო თავი ძალიან იოლად, ისე რომ არ შეგვაწუხოს დიდად. ყველაზე მეტად რაც მომწონს შიმშილობის პროცესში არის ის, რომ თავში გრძნობ ძალიან მაგარ სიმსუბუქას. ეს ძალიან საინტერესო შეგრძნება. თქვენს თუ მაგით დაკავდებით შიმშილობით, თქვენც აუცილებლად შეიგრძნოთ ამ ყველაფერს. რო ხდება უკვე შემდეგ დღეებში უკვე ნახავთ, როგორც გითხარით, დაგეგმილი მაქვს 7 დღემდე შიმშილობა, ნახოთ შეიძლება გაგრძელდეს, წინასწარ მაინც არ ვიტყვი. გამომდინარე იქიდან თუ რამდენად იოლად ჩაივლის ეს ყველაფერი და როგორ მდგომარეობა მექნება. გამოიწერეთ ეს გვერდი, მოიწონოთ ეს ვიდეო და თქვენ გაიგებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას თუ რა პლუსები აქვს შიმშილობას. აბა თქვენი ცით და დროებით.